დღეს უმაგრესი ვიდეო გელოდებათ, ბიჭებო. დაპირებული AMG GTS-ი, გატესტვა და პლუს გზად შემოპარული M5. ნახოთ რომელი აჯობებს. Stage 1 GTS-ი თუ Stage 2 F90 M5. დაელოდეთ ვიდეოს. ძალიან მაგარი ვიდეო გელოდებათ წინ. მესამეში დაბუქსავდა კვადროჭი. სტოძო ნახე გვასრო. სტოძო გაგვასრო ბიჭო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოწერისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, აქტიურობისთვის. ჩემთვის ეს ძალიან დიდი мотиваციაა. დღეს მინდა შემოგთავაზოთ დაპირებული AMG GTS-ი, რომელსაც დიდი ხანი აქ პირდებით და რაღაცა პატარა ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ შემოგთავაზეთ და დღეს დადგა ის დღე, როცა აგერ არის AMG GTS. ეს არის AMG GTS Edition 1. ქარხნულად აქვს 510 ცხენის ძალა. წინა ვიდეოში გითხარით, რომ რაღაც პრობლემები შეექმნა, არავის არ გიჩევთ ამ ძრავზე სვეჩების შეცვლას. იმიტომ რომ სვეჩების შეცვლის მერე ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება გაიჩითოს. მაგალითად, სვეჩები შევცვალეთ, წინა ვიდეოში კი მოვყევით და ეხაც მოგიყვებით, ვინც არ უყურეთ. სვეჩები შევცვალეთ, სვეჩები რო შევცვალეთ, ეგრევე რო გავსინჯეთ პერებო იქონდა. კომპიუტერი არ მქონდა ამისი, გავაგზავნეთ ჩვენ ძმა მასკვიჩასთან. მასკვიჩამ რო შეამოწმა პირველი ცილინდრის პრობლემა ჰქონდა. რო ამოიღო ბაბინა იყო გაფუჭებული, წავიდა ცენტრში იყიდა ბაბინა 1100 ლარი ღირს თუ სწორად მახსოვს ბაბინა. შეიცვალა ბაბინამ, მაინც არ გასწორდა, ისევ პრობლემები ჰქონდა. მოკლედ ადგილი გვაქვს იდეალური რა. წეროვანში სულ მანქანები დადიან. ნაგავი ყრია, კი იძახით ნაგავიო, რა გავაკეთო? ჩემი დაყრილი ხო არ არის და ვინც დაყარა, იმან ნახოს რომ თავის სირცხვილი იყოს და ესე ქუჩაში ნაგავი არ უნდა დაყარო. ესაა რეალობა და არა დადგმული სცენები. რა გავაკეთო? მეც არ მიყვარს ესეთი ნაგავის ყურება, მაგრამ შეგნებაზე არის და აზროვნებაზეა ესეთი რაღაცა, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დაყარო. გადავიდეთ ისევ მანქანაზე. მოკლედ, მერე ისევ რაღაც პატარა პერებო იქონდა. შეიცვალა სხვა ბაბინებიც, მერე შეიცვალა იჟექტორებიც და ბოლო გასწორდა. მაგის შემდეგ რო გასწორდა და პერებოი აღარ ქონდა, 8-8-ში დადიოდა 100-200 მანამდე. ყველაფერი რო შეიცვალა და მანქანა ხოთზე მოვიდა, გავზომე და 8-4-ში იარა. სადაც მონაცემები რაც ვნახეთ, ყველგან ეწერა რომ 7-8, 7-9, 7-7-ში უნდა იაროს, მაგრამ ვერანაირად ვერ იარა ამ მანქანამ მაგ დროში. ბოლოს მივმართეთ ვანო ჯავარაშვილს, იგივე ვიტეჩს, ვინც გასინჯა ეს მანქანა. ყველაფერი წყობში არისო, არანაირი პრობლემა არ აქვსო და 8-4 რაცი არა, ყველაზე საუკეთესო შეიძლება ამ მანქანამ იაროსო 8-1, 8-2-შო, ისიც ყველანაირი კლიმატირო იდეალური არის. რო რაღაც დროში იაროს და ამიტომ 8-4-ო ცუდი არ არისო და მეცო ნუითხოვთ ამ მანქანისგანო რა. მერე ვანომ ჩაწერა პროგრამა Stage 1 კატალიზატორის პროგრამა, რომ კატალიზატორი ჩვენ არ გვინდოდა რომ ამოგვეღო და მანქანა გაგვებანძებინა უკატალიზატოროთ. ანუ გამონაბოლქვი და ეკოლოგიაზე რომ ვზრუნავთ, მაგიტო დავტოვეთ კატალიზატორი და ჩაიწერა Stage 1. არ გაგვივლია ჯერ რა დროში დადის, არ ვიცით. ყველამ ერთად დაელოდეთ და ვნახოთ როგორ და რა დროში ივლის. ეხა მოდი დავათვალიეროთ მანქანა გარედან, ძრავი. მანამდე ბლოუ-ოფები შევცვალეთ, მექანიკური წნევის ვარდნის პრობლემა ჰქონდა, ეგ სულ დამოვიწყდა. მექანიკური ბლოუ-ოფები დავაყენეთ და წნევის პრობლემა მოგვიგვარდა. ამ მოტორების პრობლემა არის, ეგ ელექტრო ბლოუ-ოფებია და ხშირად ჰაერს აპარებს ხოლმე და დავაყენეთ მექანიკურები, გაჩვენებთ მაგასაც. ეს არის
ჩვენი 4-დან 0 ბიტურბო ძრავი, Mercedes-ის M178 ძრავი. ეს უბრალოდ პლასმასია, ბუტაფორიაა და უბრალოდ დიზაინი არის, თორე ძრავი რეალურად უკან დგას. ყველაზე მთავარი რაც არის, საბურავების, წინა საბურავების უკან დგას ძრავი. ეს არის ძალიან დიდი ინჟინერული მიღწევა და სპორტული გათვლა, რომ მანქანა მოსახვეებში მაგრად იდგეს და წონის გადანაწილება კონდეს იდეალური და არა წინ კონდეს ძრავი, რომ პაკრიშკებმა ცხვირი გაათრიოს. ამიტომ ეს იდეალური გადაწყვეტილება ძრავის საბურავებზე უკან დაყენება. ეს კიდევ ვითომ ძრავის ხუფია, მაგრამ ფარავს წყლის გამაგრილებელი სისტემის ავზებს. ეს არის blow-off-ები, ჩვენ რო დავაყენეთ მექანიკური blow-off-ები, ვაკუუმით იმართება. ამის დაყენების შემდეგ წნევის ვარდნა აღარ ქონდა და შესაბამისად 8 და 8-დან ჩამოვიდა 8 და 4-მდე. შესაბამისად მე კი გითხარით წეგან შეიცვალა პროგრამა და უნდა გავატარო და ვნახოთ. აქ განსაკუთრებული ისეთი არაფერი არ არის, ლამაზად დალაგებული არის ყველაფერი. ესაა ძრავის ამწყობის ხელმოწერა და ვერ ვარჩევ ვინ არის. თან Mercedes-ი არ ვიცი ვაფშე. ამიტომ ისევ დავაფაროთ ჩვენი ხუფი. ძალიან გრძელი ცხვირი აქვს ამ მანქანას და ყველაზე მთავარი რაც არის, აი ეგ კარებიდან რამხელა დაშორება აქვს, ეგ საბურავამდე და ეგ რაც უფრო გრძელი ცხვირი აქვს, უფრო მდგრადი არის და უფრო მაგრა უხოს მოსახვეებში და ამიტომაც არის ამ მანქანაზე რო აფანატებენ ტრეკზე მაგრად დგას და მაგრად დადის და მაგრად დროებში დადის. ნურბურგრინგზეც მაგრა იარა ამ მანქანამ თავის დროზე, თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ო, იმიტომ რომ სპორტკარია. და სამწუხაროდ BMW სპორტკარი არ ყავს და ამის კონკურენტი BMW-ს არ ყავს. ამ მანქანის ფერი არის, ქარხნულად არის ვერცხლის ფერი, უბრალოდ გადაკრული აქვს ფირი, ოქროსფერი ფირი აქვს გადაკრული, რომელიც კარგად არის გაკეთებული, ხარისხიანად არის გაკეთებული და ფერიც მე ახლა ვერცხლის ფერს ეს ფერი მომწონს. ეხლა რამოდენიმე დღე ამ მანქანით დავდივარ და ყველა ვინც ხედავს, ყველას უხარია და ყველას მოწონს ეს ფერი. რამოდენიმე დაჟე მომილოცა ახალი მანქანა გიყიდიაო და არა და ნომრებიც გიო აქ და ამის პატრონსაც გიორგი ქვია და მეც რო გიორგი მქვია და ამ მანქანით ხედავენ გონიათ რომ მე ვიყიდე და მე და Mercedes-ი რავი Mercedes თუ ვიყიდი 140 კუზაოს ტორმუზები უყენია ეს თუ პლასმასი არ არის და თავისია ხო თავისია რამდენ პორშინიანი ალბათ 4 პორშინიანი იქნება 1 არა 6 დიდი ტორმუზები უყენია საბურავები 295-30-ზე გვაქვს 20-იანები მაგრამ ცოტა საბურავებში მოვიკოჭლებთ, ცოტა გაცვეთილი საბურავი არის და თქვენ იცით რომ ჩვენ ვზომავთ ხოლმე აჩქარებას 0-ას, 100-200-ს და 400 მეტრს და 400 მეტრი და 0-ი ცოტა გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ვართ ცოტა გაცვეთილი საბურავით. 0-ი და 400 მეტრი კაი დრო არ გვექნება, მაგრამ 100-200-ზე ალბათ მოეჭიდება და არი ბუქსავებს მესამე და რო დავაჭერთ. უკანა მხარეს რაც შეეხება, საერთო ჯამში ლამაზი არის. მე მაგალითად მომწონს ძალიან კაი დიზაინი აქვს. სპოილერიც ლამაზი აქვს. ეს დიდი სპოილერით ძალიან მომწონს, დიზაინში ძალიან ლამაზი არის. ეხლა მოდი გადავიდე და მოусმინოთ ვიხლოპის ხმას. დაკეტილზე როგორი ხმა აქვს და გაღებულზე როგორი ხმა აქვს, დროსელები აქვს, შეგნით იღება, იკეტება. ქალაქის რეჟიმში რო დადიხარო, დაკეტო და ხმა მაღალი არ იყოს და ხალხი არ შეაწუხო, ოღონდ ეს ქარხნული არის, არამერე გადაკეთებული რა და ტრასაზე და ტრეკზე რო გამხვალ, შეგიძლია გააღო და მეტი ხმა გამოუშვას და გაწევათ შესაბამისად მეტი ექნება. გადავცემ ჩვენ ოპერატორს მიკროფონს და გავხო. ჟალუზები, ანუ ყველაზე ჩუმი რაც შეიძლება იყოს. ეხლა გადავიყავ სპორტზე, გავაღებ ჟალუზებს და ვნახოთ რა ხმა იქნება. ესე ბევრად კარგი ხმა აქვს და ბევრად საინტერესო ხმა აქვს. სალონს რაც შეეხება, მე ძალიან მომწონს ტორპედო დიზაინი. ლამაზად არის გაკეთებული, შეკერილი არის ლამაზად
და ვიზუალურადაც რაღაცა კაი ხარისხიანად არის შექმნილი. ძალიან მომწონს ეს ჰაერის დამბერები, ლამაზი დიზაინი აქვს, კარგად გამოიყურება. ნუ ეს დანარჩენი სპიდომეტრი, რული და რაღაცა, ნუ რავი, საერთო ჯამში ყველაფერი ლამაზად არის შეკერილი და ლამაზად არის წარმოდგენილი სალონში. ერთ-ერთი არ მომწონს, მე ხა რამოდენიმე დღე ამ მანქანით დავდივარ და ყოველდღიურობაში აი ეს ხელის დასადები რაღაცა ცოტა ცუდ ადგილას არის რა, იმიტომ რომ ხელი აქ რომ მიდევს, აი უკან მხარი აქვს სკამზე მედება და ცოტა არაკომფორტული არის ხელის დასადები. პლუს არ მომეწონა ეს სიჩქარის გადამთველი ბერკეტი. ხელი რომ მიდევს, აქ რომ მოვკიდო, ხელი უკან უნდა გადავწიო და ცოტა უკან არის და ესე ცოტა არაკომფორტული არის რა. მეტი არაფერი. დანარჩენი ხა ეს მულტიმედიის ჯოისტიკი და რაღაცები კაი ადგილას არის, ეს კნოპკებიც ნუ ცუდი არ არის, ნორმალურ ადგილას არის. თავიდან ვეძებდი მაგნიტოფონის ამწევ დავწევ და ხან აქ ვეჩალიჩებოდი, ხან იქ ვეჩალიჩებოდი, ვერ გავიგე რა ხდებოდა და დავაკვირდი რომ მე აქა აქვს რა და ესეც ცოტა რაღაცა არაკომფორტულია, იმიტომ რომ მე რო შეჩვეული ვარ BMW-ზე, სულ აქ რო ვიცი რომ აქ დასატრიალებელი, იქ რო ვარ მიჩვეული, უცებ სხვა ადგილას გაიჩნდა და აი ეს ცოტა ჩემთვის არაკომფორტული არის ხმის აქედან აწევა-დაწევა. იმ დღეს კიდევ ვეძებდი ავარიული ჩამრთველის ღილაკს და ვერ ვიპოვე სად არის და აღმოვაჩინე თურმე აი აქ აყენია აგერ დააჭერდა, აი მუშაობს და აქ გზევით კნოპკები რა და ყველაფერს რომ მიეჩვევი, მე უკვე მარტივია და მიუჩვეველი თვალით ცოტა უცხო მანქანაა და უცხო ადგილებში აქვს რაღაცა სენსორები და ღილაკები. ჩარჯდომა გადასვლა ძალიან არაკომფორტული არის ამ მანქანიდან. თუ ჩაჯდები, უნდა იჯდე რა, აღარ უნდა გადახვიდე რა. ერთ-ერთი არის ეს ჩემთვის დისკომფორტი, ჩაჯდომა და გადასვლა. ეს ხელის დასადები და ეს რიჩაგი სიჩქარის გადამთვალები. დანარჩენი რა ვიცეთი სალონში. მოდი ახლა გავარკვიოთ რა რომელი ღილაკი რას ნიშნავს. ეს არის ძრავის მუშაობის რეჟიმები. C არის კომფორტი, S არის სპორტი, მე არის სპორტ პლუსი და რეისი. რეისია უკვე ყველაზე მაქსიმალურად გაკეთებული, დაგრუბებული პადვესკაც ძრავის და ყველაფერი. ესაა ტრეკზე სასიარულოდ. არის სპორტ პლუსი, სპორტიც. სპორტი არის ოდნავ კომფორტთან შედარებით ერთი საფეხურით დახისტებულია მანქანა რა. S პლუსი კიდე ერთით ზედმეტია და რეისია უკვე ყველაზე მაქსიმალური გაკეთებული სიგრუბით და აჩქარების რეჟიმით. ეხლა არის კომფორტ რეჟიმზე რა. როგორც გადავრთო სპორტზე და სპორტ პლუსზე ეგრევე აბაროტი იმატებს, იცვლება მთელი რუქა ძრავის მუშაობის. ზოგს კიდე პროსტა გადართავ და არაფერს არ შვება და აგერ აი სპორტ პლუსზე გადართავ თუ არა ეგრევე აბაროტი იმატებს. ხმაც იცვლება გრუშტელზე ზასლონკები იღება და უფრო მეტი ჰაერი გამოდის და უფრო ხმა სხვანაირი აქვს. ძალიან კომფორტულია და ძალიან კარგია ჩემთვის. ამიტომ ეს ღილაკი მართლა მუშაობს და საქმეს აკეთებს და არა ტყილა რო გაანათოს. მეორე ღილაკი არის სტარტ-სტოპის, აქედან იქოქება და ქრება მანქანა. შემდეგ გვაქვს მოცურების საწინააღმდეგო, ამას რო დავაჭერთ აქ ინთება. ამას დიდხანს თუ დავაჭიროთ, რომ გაიჩოს მოცურება. კი ბატონო. ერთ დაჭერაზე ირთვება სპორტ რეჟიმი. მერე შემდეგ გვაქვს ამორტიზატორების სიხისტე, დაგრუბება, დარბილება. ორდონიანი. პირველი არის ოდნავ გრუბი, მეორეა მაგრად დაგრუბებული. შემდეგი ღილაკი გვაქვს ვიხლოპის გამხსნელ დამკეტი ჟალუზი არის რა. როცა ჩამქრალია, დაკეტილია, როცა დავაჭერთ, იღება და ხმა ემატება. შემდეგი ღილაკი გვაქვს სტარტ-სტოპის გათიშვა, ჩართვა, ანუ შუქრიშანზე რო გაჩერდები და ჩაქრეს მანქანა და რო დაიძრებით, დაიქოქოს. ეს არის. აქედან გვაქვს კარობკის რეჟიმი, მანუალზე გადაყვანა და ავტომატიკური რეჟიმზე გადაყვანა. შემდეგი არის უკვე ეს უკვე მულტიმედიის მაგნიტოფონის ჩართვა, გამორთვა და ხმის აწევა დაწევა. თავარი გმირი. უწეთ და უწეთ. ამას დავაჭერთ, გაითიშება, დავაჭერთ, ჩაირთვება. რაც შეეხება აუდიო სისტემას, ბურმაისტერის სისტემა აყენია, რომელიც საშუალო დონის არის, ამაზე მაღალი დონეც არის, 3D ბურმაისტერი ქვია, იმას უფრო მაგარი ხმა აქვს. ჭერი გვაქვს ალკანტარასი, რომელიც ეს ალკანტარა და შავი ჭერი მე ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია და სადად გამოიყურება. უკან სიდენები არ აქვს, დასაჯდომი არ აქვს, ორკაციანია. მოკლედ მე პირადად ძალიან მომწონს ამ მანქანის სალონი. ერთ-ერთი არ მომწონს ეს ხელის დასადები, რიჩაგი, გადამთვლელი და დაჯდომა, გადასვლა ცოტა რთული არის, მაგრამ რო ჩაჯდები, კარგ გარემოში ხარ. მე პირადად ძალიან მომეწონა და
ძალიან აღურთოვანდი Mercedes-ით. Ეხლა წავიდეთ, გავიაროთ და ვნახოთ რა შეუძლია ამ მანქანას და რა მონაცემებში ივლის. ერთი აქ საყვარელ კრუგზე, პატარა კრუგს დავარტყავ და ვნახოთ აბა ამასაც თუ შეუძლია ზანოსობა. მაგარი მანქანა, ძალიან ემოციური მანქანა. ესე გაკრაჭილი როდესაც გინახიართ Mercedes-ში, მე მგონი ეს Mercedes-ი არ არის და რამე სხვა მოდელი არის. ძალიან მაგარია. მე ვასება. დავარესეთოთ. მესამეს ჩავაგდოთ. ეხლა ცოტა მოძრაობა გადატვირთულია და ჩვენც ეხლა ძალიან აქ არ ვიგაზავებთ, ეგრე სწორად რო ვთქვა, მარტივად გასაგებენაზე. დაღამდება და ღამე 12 საათის მერე პირველი საათისკენ რომ მოძრაობა შემცირდება, რომ აღარ იქნება ბევრი მანქანა, მე ერთიოჯერ დავაჭერთ და გავზომავთ უსაფრთხოდ დროს. ნახავთ მანქანა როგორ დგას, რანაირად დადის. მე პირადად 3-4 დღე ამ მანქანით დავდივარ და ძალიან მოხიბლული ვარ ამ მანქანით, იმიტომ რომ ის შეგრძნებები აქვს, რაც მე მიყვარს, რაც BMW-სგან ვიღებ ხოლმე, ის შეგრძნება აქვს ტარების დროს. ეხლა წეგან კრუგზე რო დავდიოდი, ცოტა სხვანაირი სატარებელია ზანოსში. BMW უფრო თავისუფალია და უფრო კარგი არის ჩემი გადმოსახედიდან. უფრო თამამად დავდივარ BMW-ით ვიდრე Mercedes-ით რა. ცოტა ხიდი, ცოტა სხვანაირად მუშაობს BMW-სთან შედარებით. რაც მე არ მომეწონა, მანამდე რაღაც 1-2 მოსახოვში აქეთ-იქით შევედი მარცხნიდან და მარჯვნივ და გადაბმაზე მეორე მხარეს გადასვლაზე, მეორე მხარეს გადაწყობის დროს რული ძალიან გამიმაგრა, რომელიც მე ძალიან არ მომეწონა და ძალიან მომიწია რულზე ჭიდაობა, რომ არ დავტრიალებულიყავი. ეგეთი რაღაცა BMW-ს არ აქვს. მაგრამ საერთო ჯამში მაინც მაგარია, მაგარი გასართობია და კარგი არის ამ მანქანით ზიარული. ჩაიჯვა ეგრევე ბუსტი დავარ და მაგ ყველაფერსაც დამუღამება უნდა და ვიბუქსავეთ. ესე გათშულზე ჩაირთვება ვითომ ის ლანჩი. კი.
overheated. არ და ესე კარგად დაიძრა ხა. გავაგრილოთ. ემოციებს რაც შეეხება, ზუსტად იგივე ემოციებს ვიღებ. M6-თო დავდივარ ხოლმე, სულ გაკრაჭელი რო ვარ და მიხარია ეგეთი ემოციებს მაძლევს ეს მანქანა. ვაჭერ ბუქსაოს გვერდულად გარბის, აქე რულს ვეჭიდავები რომ გავასწორო და მაგარია. ხმა მაგარია, გადართვებში კარგი ხმა გვიხლობს. საერთო ჯამში კარგი გასართობი მანქანაა. ხასიათი რავი, ეხა Mercedes-ის ხასიათი ამას არ აქვს აშკარად. სულ სხვა მანქანაა რა, ეს Mercedes-ის ხასიათი ამას რაც აქვს ეგ არ არის. ეს არის რაღაც სპორტული მანქანის ხასიათი. რაც მე ძალიან მომწონს და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ამიტომ ჩემი აზრით ეს Mercedes-ი არ არის. ცოტა სხვა კლასი არის. ესაა ნაღდი სპორტული მანქანა. ამის კარობკას რაც შეეხება, აყენია dual clutch-ი. ეს კარობკა Mercedes-ის არ არის. ესეთი კარობკა აყენია Ferrari-ზე და Ford GT-ზე. ეს კარობკა აყენია Ferrari 458-ზე და Ford GT-ზე. თან ამის კარობკა უკან აყენია, ძრავი წინ აყენია, კარობკა უკან აყენია და შუაში აქვს, კარდანი რა, ერთმანეთში დამაკავშირებელი და ესეთი რაღაცა სტარტისთვის ძალიან მაგარია, მაგრამ ისტარტება კია უკანა წამყვანი, მაგრამ მინიმალური დანაკარგი აქვს და წონაც აქვს უკან და სტარტი იდეალური აქვს. გაგორებულზე 70-დან რო ვაჭერ, მაგრად ბუქსაობს, წყდება აქეთ-იქით მანქანა და 100-200-ით წესიერი არ ექნება შესაბამისად, იმიტომ რომ ბუქსაობს. გადართვები აქვს ძალიან მაგარი, იმენა ძალიან ეფექტური მანქანაა რა, მომწონს ძალიან. პიზდეც, Mercedes-ი მომწონს. Mercedes-ი მომწონს, ოღონდ არა Mercedes-ული. 100 ძვირი იღეს მაინც. მე მაინც BMW მირჩევნი. BMW-შნიკი ვარ, სექტანტი ვარ, რა გავაკეთო? აი მინდა დავლანჩო ეს რა უბედურებაა, overheated. რამდენი ხანია დავდივარ ვაგრილებ. მაინდა DSC გამორთულზე აქ ეგ პრობლემა, აჰა, ჩავრთოთ DSC, მაგის დედავატირე. ამან თუ მიკონტროლა, მე რა ჩემ ფეხებს ვაკეთებ. გავააქტიუროთ ესე. BMW-სო ლანჩი არ უვარგაო, ეთიშება ესაო და აღარ ვიტყვი ბევრს რა. რა გავაკეთო? overheated-ს მიწერს. პრობლემა არ აქვს მანქანას. არც კარობკაში, არც ზეთში, არაფერში. ყველაფერი შემოწმებულია. ხო, ნუ რავი ეხლა რა აქ არ ვიცი. 0-100 ვერ უნდა გავსინჯო კაცო. ჩვენც არ ვჩერდებით და ტესტავთ ყველანაირ პირობაში. ღამეც, გვიანაც, ღამის პირველ საათზეც და ასე შემდეგ. თან ღამე ხო იკრიბებიან ხოლმე ბიჭები რაღაცეებს მაიმუნობენ და იქნებ ვინმე გამოვიჭიროთ. ავიკიდოთ და ვნახოთ იქნება და ვინმეს რაღაცა დაუდგეთ. აჰა, რამდენი ხანია ვაგრილებთ? აბა გავაჩეროთ და ისევ დავსტარტოთ. ჩერდით, მოვკაჩე ბერკეტები. მე ესა ეხლა არ დაწერა 4-2. აბა ეხლა კიდე გავაგრილოთ DSC, გამოვართოთ DSC თუ ESP, რომელიც აქვს ამას. ბოლომდე გამოვართოთ და ეგრე რას იზავს. ეხლა დამალანჩინა. ESP გამოვართე. აგერ მიწერია კაროკის ტემპერატურა 90 გრადუსი და იქ რატომ მიწერს გადახურდაო. ეს ვაფშეტა არ მithქვია ეს აქ ბუსტს გვაჩვენებს რა წნევას უბერავს. ზევით არის ზეთის ტემპერატურა, ქვევით არის კაროკის ტემპერატურა, რომელიც ესე დროს კარგი რაღაცა არის სიარულის დროს რო ამოწმო ტემპერატურები. BMW-ს მაგალითად ზეთის ტემპერატურა აქვს, მაგრამ კაროკის ტემპერატურას არ გაჩვენებს და ეს დიდი პლუსია ჩემი აზრით კაროკის ტემპერატურასაც რო უყურებ. გაგვაჩერა ისევ. მოცურება გამორთულზე არ უყარს ამ მანქანას ლანჩი, როგორც მივხვდი. მოდი ერთი კარგად გავაგრილოთ და მეორე მხარეს ისე ბოლომდე ESP ბოლომდე გაათიშულით დავსტარტოთ. თუ იგივე გააკეთა, მაშინ რაღაცა არ უყარს ამ მანქანას მოცურება გამორთულით ლანჩი. და ჭირდება თავისი რეისესზე როგორც არის ისე დალანჩვა. მაგრამ
ეგრე რო ბუქსაოს გას მითიშავს და ესე კარგად იძრება, ეფექტი აქვს რომ მაგრა დაიძრა, მაგრამ მერე გას მითიშავს, იმიტომ რომ კარობკის ტემპერატურას წერს. ეხლა დანარჩენ გაზომებს, ეხლა აზრი არ აქვს, ძალიან გადატვირთული მოძრაობაა. ამიტომ ერთს გაჩერებულიდან დავსტარტავ, ვნახავ ამ რეჟიმს და მერე დაველოდოთ ღამეს 12-ის მერე, რომ ხალხი დაწუტავდება. მოკლედ ეს ვიდეო იქნება, ცოტა გრძელი ვიდეო იქნება, იმიტომ რომ ბევრჯერ უნდა გავზომო, ბევრჯერ უნდა ავჩქარდე და მაქსიმალურად მივიღო ის ემოცია, რაც ამ მანქანას შეუძლია რა. ამიტომ ბოლომდე უყურეთ წინა ვიდეოზე X-ი რო გადავიღე, X-ის მერე მერვე სერია გადავიღე, ხა ამის წინა ვიდეო იყო მერვე სერია და X-ის ვიდეოში ბოლოში ვიძახდი, რომ აი ეს არის შემდეგი მანქანა მეთქი და კომენტარებში ორმა თუ სამმა კაცმა დაწერა, რომ კი ვნახე ბოლომდე და სამმა კაცმა დაწერა შემდეგი რა მანქანა იყო და ეგ ცუდი არის, რომ ბოლომდე არ უყურებთ ვიდეოს და რაღაცა მომენტებს და ნაწყვეტებს უყურებთ რა. ჯობია ჩართოთ და უყუროთ თავიდან ბოლომდე და რაც თავარია არქივ და გამოიწეროთ. დიდი თხოვნა კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა წინაზე რო ვთქვი, ეგრევე მოშნათ მოემატა გამომწერები, ვინც უყურებთ ისე, რომელსაც არ გაქვთ გამოწერილი არხი, დიდი თხოვნაა ჩემი, პირადი რომ არხი გამოიწეროთ და ისე უყუროთ ვიდეოს. დამღლელი ковში არ არის. ჩავიდოდი დიდი სიამოვნებით შორგზაზე. ავი. რამდენი ხანია დავდივარ და ჯერ მსგავსი არაფერი მიგზნია, რომ რაღაცა უნდა დავიღალო და რაღაცა გვერდები უნდა დამენგრას. კომფორტზე გათვლილი ковშია მაინც ასე თუ ისე. ტემპერატურებს გადავუღე. კარობკის ტემპერატურა გვაქვს 86 გრადუსზე. ჩაგვიქრა მანქანა სტარტობით. კარობკის ტემპერატურა გვაქვს 86 გრადუსზე, ძრავის ზეთის ტემპერატურა გვაქვს 89 გრადუსზე. გაგრილებულია. ეხლა ისე დავლანჩოთ, ოღონდ ბოლომდე მოცურება გათიშულზე. რეისი. გავთიშეთ. ტემპერატურა გვაქვს 88-ზე კარობკის და ვნახოთ აბა რას იწევს ახლა. მაიცა ჯერ უნდა ჩავრთოთ ესე. არ გაგვითიშა. მართლაც გაგრილება ნდობებია. ამ ესე ბევრი ვიბუქსავეთ აშკარად. კაი საბურავით ჩემი აზრით 99 გრადუსი ავიდა. всё, მოკლედ ეხა დანარჩენი გავაჩეროთ, დაველოდოთ, ეხლა არის 6 საათი. დაველოდოთ მორიგი 6 საათი და 12 საათის მერე გამოვალთ და დანარჩენს წესიერად გავზომავთ. რა და როგორ შეუძლია ამ მანქანას თქვენთვის ეს 6 საათი. მალე გავა სულ რამოდენიმე წამში, მე კიდე 6 საათი უნდა ველოდო და ამიტომ უყურეთ ბოლომდე ვიდეოს. მე თქვენთვის ვწვალობ, რომ რაღაცა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რა მანქანა როგორ დადის და რა შეუძლია და რა პრობლემები აქვს. ეხლა დადგა ის მომენტი, რომ უნდა გავიდეთ და გავზომოთ ამ მანქანის მონაცემები, აჩქარება. ღამის 12 საათია, სპეციალურად დაველოდეთ, რომ ხალხი არ იყოს გზაზე, ცარიელი გზა იყოს, ვიცით რომ არ შეიძლება, მაგრამ უსაფრთხოების ფარგლებში ავჩქარდებით ისე, რომ არავის არ დავაზიანებთ, ჩვენ თავსაც არ დავაზიანებთ. ამიტომ წავიდეთ ეხლა და გავზომოთ რა დროში ჩქარდება 0-100, 100, 200 და 400 მეტრი. წავიდა, დავაჭირეთ. გადავიყვანოთ რეისზე და ჩავაგდოთ დეში. всё, წავედით. ეხლა გამოჩნდება ყველაფერი რა შეუძლია ამ მანქანას. მანამდე გითხარით, კატალიზატორები აყენია, ქარხნული, სრულიად ქარხნულია, ფილტრებია შეცვლილი და stage 1 წერია პროგრამა VTech-ის მიერ არის ჩაწერილი პროგრამა One-os მიერ. One-o მაგარი არის, Mercedes-ებში კარგად ერკვევა და კარგად აკეთებს მანქანებს. ამიტომ ეხლა წავიდეთ და ვნახოთ, ავჩქარდეთ როგორ აჩქარდება. ყველაზე მთავარი რაც არის, ამის პატრონს ყავს F90 M5-იც, ის მე რო დავდიოდი, ის M5 იყიდა გიორგიმაც და მეუბნება, რომ იმ მანქანაშიო ბაევოი პროგრამა არ ჩაწერო, ჩვეულებრივ stage 2 იყოსო და ამ მანქანით გაგასწრეფო. და აი ეხლა მივდივართ სამაგისოთაც, იმასაც უნდა დაუდგეთ, პლუს ეს მანქანაც გავზომოთ და ამიტომ საინტერესო რაღაცები გელით წინ უყურეთ ბოლომდე. აი რამდენი
რა ხალხია შეკრებილი? მოშად ხალხი არის. სტოძო. ცოტა გავათმოთ. იღებ, ცოტა გავათმოთ საბურავები. ორა ჯანზეა. გინდა 12 საათზე გამოდი, გინდა პირველ საათზე გამოდი. ესე იგი ვაჭერთ მესამე სიჩქარიდან. ვერაშვები. ვაჭერთ მესამე სიჩქარიდან. წავედით. რა ჯანზეა? მეოთხეში რო ჩავაგდე DSC, ნუ ამას რა აქვს DSC აქ თუ რა აქვს, ეგეთ ციმციმებთ. ESP. რა დრო გქონდა? 7-5 ორი კაცით. არ დაგავიწყე, თან პირველი დაჭერა იყო. აიცა პეჩი გვაქვს ჩართული. გავთიშოთ. დავაჭიროთ ისევ მესამედან. წეგან მეორეში გადმომიტანა. აბა, წავედით. ძალიან ბუქსაობს, მართალი ხარ გეთანხმები. შეთბება ალბათ საბურავი და ძალიან მაგარი სატარებელი მანქანაა. სტოძო გვეგაზავება. დავდგეთ ძმა. სტოძო რახე გვასრას მასშული. სტოძომ გაგვასრო ბიჭო. აბა გამოიცადი რატო? კომპრესორია? იასნია. საღოლ? არ იყო ეგ მანქანას კომპრესორია. სტოძომ გაგვასრო ჩემი კარგი. აბა შენ რა გეგონდა ყველა მოგიდგა? 7-5. საღოლ სტოძო? როდის გა კომპრესორი? ატმოა? არ არსება შანსი არ არის. ახლა სტოძო რა ხოძეა? მე ვასება რა. სტოძო. რა მაგარი მანქანაა? ძალიან მაგარი მანქანაა. ეს რა უსებ ექსპლოდად გავა კომპრესორი. ნახადუ ხო? უცევი სამი დღის. ეხა ნელ-ნელა შკივები და ეგ არის რა. არა, სუსტოკია. ხო და ნელ-ნელა უნდა გააკეთო მეთქი მაგას ვიძახი რა. რამდენში დადიხარ? 6-7 ვიარე ყველაზე კაი. ეხა 7-5 ვიარეთ ეხლა რა, ბოლო ზაეზზე. ხო. შენ გააკ დრაგი? ჰა? 7-5 7-5. გააკ დრაგი? არ გაზომე? მე 6-7 ვიარე მარტო. ეხლა. მაგარია საღოლ. ой 7-5 იყო ეხლა რო დავდექით რა. მე ვიცოდი ეგ კომპრესორი რო იყო და ამან არა და ეგონა რომ დავიდოდა კაიე. ჯიგარი ხარ საღოლ.
მევასება ესეთი კარგი პროექტები. წარმატებები ბიჭებს. აი პროექტი აქვს წამოწყებული. ეგ მანქანა ატმოსფერული იყო, მაგრამ დადიოდა ატმოსფერულიც. მე ხა კომპრესორი უფრო კარგად ივლის. აღე რა მაგარი სათამაშო მანქანაა. იმენა საჩემო მანქანაა, მევასება ეგეთი რაღაცეები. აპასნი მანქანები. რო დააჭერ და სადღაც რომ მიდის, სწორად რო არ მიდის, იქით რომ მიდის. სტოძო, ვაფშე არ მეთქი დავაჭერ დარჩება უკან და ჯემი ფეხები. საკაიფოდ გრუბი არის. მაიბა იმისავით, ჯელესივით გრუბი არის. მაგრამ ეს უნდა იყოს და ის. ეს უნდა იყოს, მართალი ხარ. ეხლა იმასთან შედარებით ცოტა გრუბი არის, მაგრამ ისიც კარგად ყანყალებდა აქ. ესე იგი, ესე მერე უნდა ვქნათ ესე. ძალიან ბევრიც არ ვიბუქსავეთ. ძალიან ბევრიც არ ვიბუქსავეთ. კარგი, ეხლა ვნახოთ რა ვქენით. 400 მეტრი 12.05, 0200 12 და 2, 100 200 7 და 8, 0100 4 და 4. ხო, ნუ საბურავი ცოტა ცუდია და პირველი ბუქსავს. 100 200 იყო 7 და 8. ცოტა ხო და გავაგრილოთ ძმაო. მერე იტყვიან ZZ გაიარეო, BMW კი არ არის. ZZ გაიარეო და გაცხელდაო და გავაგრილოთ. ვაუკაჩოთ. პლუსი ამ ფეჩმა რა გამიტრაკა სადაც ხელი ჰაერი მიბერავს და როგორ არაა ჩართო გავიგუდე ისეთ ხელ ჰაერს უბერავს თუ გახურდა მოტორი და გამოუშვა გარეთ მაშინ ეს თო ჩაურთოთ რომ შიდა ის დაატრიალოს ასრია მაგას ჩაურთო კლიმატს ჩართოს ჩემი კაი ესე იგი გავამუჯობესეთ 1/4-ით 11 და 9 0200 12 და 2 100 200 7 და 7 0100 4 და 4 ცოტა გავამუჯობესეთ ანუ გაგრილება უნდა ამ მანქანას BMW-სავით ვერ არის ZZ რო დადიხარ და პრობლემა არ აქვს. ახლა ყოველთვის გაჩერებული და როცა ტესტავ 100-200 ყოველთვის ცოტა ცუდ დროში დადის და პირდაპირ ვაჭერ 90-დან უკეთეს დროში მიდის და ეხლა ორჯერ დავაჭირეთ გაჩერებულიდან მქონდა 7 და 7. ეხლა ვნახოთ გაგორებულზე რა გვექნება რა. პლუს ცივი საბურავები იყო, პლუს ცოტა ცხელი იყო. და ყოველთვის მე მაღალი სიჩქარიდან დაჭერა უკეთესია ვიდრე 0-დან, იმიტომ რომ უფრო მეტად ცხელდება, სანამ 100-დან 200-მდე წავა, 0-დან 100-მდე ხო ჩქარდება და ცოტა ცხელდება და 90-დან გაგრილებულიდან რო დააჭერ უკეთეს დროში დადის რა. ამიტომ წავედით. ჩამოვიტანეთ მესამეში. დავარესეტოთ, წავედით. აი მეორეში რატო ჩამოაქვს? მეორეში ჩამოიტანა და მაგიტყვით თავიდან. სიჩქარის გადართვა არ მომწონს რაღაცა ნელართავს სიჩქარეს 7 და 7 იყო ეხა 100-200 რაც შევატყე მაღალ აბაროტზე 6-ის მერე ძალას თითქოს კარგავს ვეღარ მიდის მოდი ეხა ჩვენ ვქნათ ისე რომ 6000-ზე შეუცვალოთ სიჩქარე წესით უკეთესი აჩქარება ექნება იმიტომ რომ 6-ის მერე თითქოს ტყუილატრიალებს აბაროტი და ძალიან წელავს. ესე ეფექტი უფრო მეტი ეფექტი ქონდა ესე 6000-ზე გადართვას ვიდრე ისე. სავარაუდოდ დრო უკეთესი გვექნება, აბა გავჩერდეთ და შევამოწმოთ.
კი, 7-3. მართალი ვიყავე. უკეთესად ვიარე 6000-ზე რო რთავ სიჩქარეს. მესამეში რო ვაჭერ, ოდნავ ბუქსაოს. მაგრამ უწევს მე 200-მდე უწევს ორჯერ სიჩქარის გადართვა. მე-3-დან ვაჭერ, მე-4 და მე-5 ჭირდება. ეგეც ყოველთვის დანაკარგი არის. ერთ სიჩქარეს რო წურავ და არ გიწევს სიჩქარის გადართვა, უკეთეს დროში ივლის, ვიდრე ორჯერ და სამჯერ რო შეცვლის სიჩქარეს. იმიტომ რომ თავის გადართვასაც თავის პატარა დრო აქვს. უნდა გადავრთოთ ისე, რომ ბოლომდე არ დავატრიალებინოთ. არ უნდა, კარგად არის, დაანებე თავი კაცო. ბიჭო, ხუთიანის მუხამი აქვს და ვერ ცვლის გიო წელავს ბოლოში. ბიჭო, 3 კაცი ზიხარ, ჩამოდი, მარტო დასვი და გაივლის ხუთიანში. ჩაუწერე და დაუტოვე. წამი უნდა ნუ გეზარება რა. საიდან ადგავ? ხო, 80-დან. 99. 80, 90. მეორე მესამე. მესამე 70-დან დააჭირე და პირველი გადართე 6500-ზე და მეორე ბიჭო, 6-ის მერე ვაფშე მკვდარი არის, არ მიდის არსად. იმაგრა წელავს. კაროჩე მესამე 70-დან ჯობია, ხო? ხო, 60 ანუ 3000-ზე გონეს ტახომეტრი რა. ნახე იქ მაქს 8 წერია. ანუ რა წამს ტურბო ვეღარ მიყვება, უკვე დაბლა მოდის და სადღაც 6400 უწევს. მაგ დროს რო ამოარტყავ, ისე მაქსიმალური ბუსტი გაქვს. ხო, მაგრამ 6-ის მერე იმენა მკვდარი. თორე შენ 6-ის მერე? 6-ის მერე ვაგარი გვაგუდული მიდის. ხო, ანუ 6-3, 6-4-ზე უნდა გადართო რა. და შენ თუ ბოლომდე აწურინებ მანქანა, შანსი არა ეგრე ძანელია. ხო და 7-7-ში ვიარე თვითონ რო თავდა სიჩქარე. და ისიც გაუთიშე. რა ქვია, ამოძეტორი. ეცმი წერია და მომე მე ორივე გაუთიშე. 4-4 იყო 200 ვერ 0-ი. მოეჭიდები. 11 და 9 იყო 400 მეტრი. ვერ ეჭიდები რა, საბურავი არ ვარ. საბურავი კი. და მესამე 70-დან ეჭიდები? ცოტას ბუქსაობს და მერე მიდის. სწორდება, ხო? კი. რაც მე დადიხარ, უფრო და უფრო დაბლაწევს დროს რა. პირი უფრო და უფრო გაცხელდა. ხა? ცხელდება. ვერ მიდის მე. რავი, 20 ზაისით გავაკეთე ზეთისიც. რავი, მეორე ზაისზე უფრო ცუდ დროში ვიარე. ვინშარი არც მივილია პრინციპში. ედზე დრო ვაატარო, ანუ ერთ ეგო დროში ივლის და ეს ვერ მიდის. ბიჭო, არა. გაგრილება არა აქვს რა, იმას უკეთესი გაგრილება აქვს. ანუ ნახე, გადართვას თუ დაუმუღამებ, გადართვას დადიხარ მაგარ დროში რა. თუ თავისით არ თვენებ, ან ოდნავ ბუსტი დაგივარ და მე კარგავ დროს. ხო, რასაც გძნობ, ანუ რო გძნობ 6-ის მერე აღარ მიდის. 6300, 6400-ზე უტყავ ხოლმე მე და იქ მაქსიმალური ბუსტი მაქვს ისევ. კაი, ახლა ეგრე ვიცი. ტურბო. ეხლა დავაჭიროთ იმ F90-თან, F90-ში ზის 3 კაცი, ჩვენ ვზივართ 2. ის არის სტეიჯორი, ოღონდ არა ბაევოი სტეიჯორი, ბენზინით. ნუ ეს სტეიჯ 1 არის. კატალიზატორი. ამის პატრონი იძახის იმაზე, რომ კაროჩე მაგრა გაყვებაო და ნახოთ ეხლა როგორ გაყვება სტეიჯ 1 კატალიზატორიანი GTS-ი სტეიჯორ F90-ს. წონა ბევრად მსუბუქია GTS-ის, მაგრამ სტეიჯ 1. ზახარ 1 2 3 გაგვაძრეს სახე მეც ამას ვეუბნებოდი რა F90 ძალიან გაგასწრებს მეთქი და დამცინოდა და ფაქტი სახეზეა ისეაც ესე უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ ის ბევრად ჩქარი მანქანა არის მაგრამ პატრონს არ ჯერო და 7-5 კიდევ ერთხელ აბა წეგა რომელში კონდა უშანსოდ დაგტოვა ეს აში რავი პადუეს კაიმენა ხტუნაობს 7-1 აია ყველაზე კაი დრო კი და მაინც M5-მა რა გვიქნა ნუ M5-მა უნდა გვიქნას იმიტომ რომ ის ბევრად ჩქარი არის და ამ მანქანის კონკურენტი არ არის
M5 stage 1 მაინც ჩქარი არის ამაზე. 7-1-ში დადიოდა M5, როცა სტანდარტი იყო. სრულიად ქარხნული და stage 1 დადიოდა 6.5-ში. stage 1 M5-იც კი ჩქარი არის ამაზე, როცა ესეც stage 1 არის. თან იქ ახლა სამი კაცი ზის. ჩვენ ორნი ვზივართ. ბიჭო არ არის ახლა ეს მანქანა კატალიზატორიანი არის და ისეთი კატალიზატორის პონჩი რაც შეიძლება ის პროგრამა წერია. მეც ვერ ჩაწერ, იმიტომ რომ მერე ჩადნება ყველაფერი და კატალიზატორს რო ამოიღებ, მერე უკვე კარგად კეთდება. მოდი აქ. ეხლა ხელით შეუცვალე და 6-0 დაწერა 3. რას გეუბნებოდი მეში? რა. რამდენი შეიარა? 7-1. მე რა გინდა 6-7-ში ვიარე მეთქი და რა გითხრა? 7-1. რა გითხრა მე? და მე რას გეუბნებოდი M5-თან და ამასთან შედარებით? ეხლა მე დავჯდები რა გინდა დაჯექი. ოღონდ ის ჩაისი და ეს ჩაისი. არა 6-0-ში ვიარე ეხლა საერთოდ. სამნიზი ხართ ეხლა და რატომ ეუბნებით? მე არ ვიცი ის მანქანა რა დროში დადის. რახან გეუბნები? 7-1 ხო არის? 6-7-ში ტყუილა არ მით. და რა აზრი აქვს M5-ზე ხო იძახდი, მაგრა გაყვებაო. პრეტენზიები ქონდა, რა ქნა? გაყვება. რამდენია ბენზინი გადავა ისე ორივე შენი რო შენი რას დაჭიქი? ვისაც აჭიბრებ? დაჭემიდი. შენი სადავი. შენ მარტო იყავ. ეხლა გადმოვედით M5-ში. GTS-ის პატრონი იძახის რომ მე დავწვიო მარტო ვიჯდებიო და გაგასწრებო. თქვენ ორნი დაჯექით და მე მარტო ვიჯდები და გაგასწრებთო. ამიტომ წავიდეთ და ვნახოთ აბა რას იზავს. ჩვენ ორი კაცით ის მარტო. მაინც ვერ გაგვასწრებს ამ GUT არის არ ჯერა რომ stage 1 GTS-ით კატალიზატორიანი მანქანით stage 2 light stage 2 F90-ს ვერ გაასწრებ და ვერც გაყვები. ესე იგი sport plus-ი, სპორტი, კომფორტი, 4 ვიდუშის მენიუზე ვართ, კი ბატონო. წკრარა ჩვიდათ ვიღებდი GTS-ის ვიდეოს. იმენა გაიჩალიჩა რა. რა გავაკეთო? აი თავისთვის გაიჩალიჩა. მე ხო არაფერი მიქნია. წკრარა ჩვიდათ დავდიოდი ტესტავდი. ამომიდგა გვერდზე და წამო. აჰა, წამო. მერე ის იყო რომ ხო იცი შენ რო ზიხარო შენ ბოლომდე არაჭერო და მაგიტო გაგას ჩამორჩი ამდენითო დაჯდა. ეხა ამ მანქანის დროს არ ვიღებთ, იმიტომ რომ ამ მანქანის ვიდეო სულ ცალკე უნდა შემოგთავაზოთ, გაზომები და ყველაფერი. Пока. ცოტა ფორა მივეცი და ოდნავ გვიან დავაჭირე. ცოტათი. მოდი სანამ GTS-ი დაგვეწევა, ჩვენ ვიკაიფოთ ამ მანქანით. შენ რას? დო. მზად ხარ? ისე და. დავაფარო. მესამეში დაბუქსავდა კვადროჩი. M5-ის საბურავები მაგარი გაცვეთილია, მესამეში რო ვაჭერ ბუქსაობს კვადრო. 1 2 3 უკან გადავუღე უკანი, სად არის? რა მოუწყდით ნახე? ესე იგი კიდევ ერთხელ რო გითხრათ, ჩვენ ვზივართ ორნი M5-ში, თვითონ ზის მარტო, მაგრამ M5 ბევრად გაკეთებულია, ვიდრე GTS. ეს უბრალოდ ბევრად ჩქარია და ბევრად გაკეთებულია, ვიდრე GTS. მაგრამ ეს იყო GTS-ის პატრონის დაჟინება, რომ ამ მანქანას თუ სპირტიან პროგრამას არ ჩავწერდით და ჩვეულებრივ ქალაქის ვერსიას stage 2-ს ჩავწერდით, მაგრად გაყვებოდა და
მე ეს ყველაფერი რაც ახლა მოხდა წინასწარ უთხარი ყველაფერი, მაგრამ თვითონ არაო განახეფო, როგორ მაგრა გამოყვებიოდა, რა ვიცი, რა გითხრათ, არ ვიცი. ჩემი ის არისო ეს ყველა. მე არაფერ შუაში არა ვარ, არ დამაბრალოთ მე რამე stage 1 GTS-ი და რაღაცები არ თქვათ. ჩემი ბრალი არ არის, პატრონის ბრალია ეს ყველაფერი. წავით ისევ გადავждეთ Mercedes-ში და დავიწყოთ ისევ იმანქანის გაზომვით. კვადროს ხარჯზე გარბი ხარ და მაღლებში ვეღარ ხარავ მანძილს. რატო იცინი ხარ? წეღარო დავაჭირე ახლა ბოლოს. მე-3, მე-4 სულ ვიბუქსავე, წყალზე ვიდექი. ტრაილერი რომ მიდიოდა. მაგ ვიდეოები. ხო, მაგრამ მე ხო გასწორდი, ხო მიდიოდი. მე რამდენი დავკარგე მე-3, მე-4-ში, იცი? ეს ვიბუქსავ ადგილიდან ძმა. ვეღარ ხარავს მაღლებში მანძილს. ეს ვიცი არის, არ ვიცი. ცინცასი. ბოლოდრო რა ქონდა? ჭენია. 6-8. რა მე? ამაკანს რაც უფრო მეცატარებ, უფრო მაგარ ხოძია. ანუ ეს ჩამოცდები? არა, ეს. აბა ის დადის 6-ში და ის ხო არ გაგიგო? წამს რა ხუშვები. ბიჭო, კვადრი ხა დაჯე ახლა იმაზე და ნახო გასხო. მარმის მომწყდა მანქანა. აი დავიღალი აღარ მინდა კაცი. აღარ მინდა მაგრამ. რამდენში იარე, გიო რო გაზომე? 6-8-ში. ეხა 6-8-ში იარე ეხა წეგან? კიდე რო გაიარო, ხო, კიდე უფრო უფრო ნაკლებია ხო? რა. ანუ 6-7 სტაბილურად წერა მე რა. შენ მარტო ხარ, რო არ დაგავიწყეს 20 კილო არა, ხარ. ისიც მე მარტო წერს 5-7 და 5. არა, მაგას არ ვიძახი, ჩვენ ვიძახით ახლა, ჩვენ მაგ დროში ვერ ვილით ორი კაცი ამ მანქანით. 6-იანი უნდა დავაწერინა. ვერ ეხა რო გავირი კიდე დაწე, კიდე დააგრე. შენ მართლა 20 კილო ხარ და ის 160 კილო. ო, მე არა 160, მე ვარ 100 და სულავ არის 85. აი, მაგერა დადის ნადირი რა. დაგინა მე დაუბრუნე კაც $20,000. იცით პეტრიერი არის ამით. ბიჭო, მაგას გიხსნიდი მეც რომ ეს მანქანა იმასთან არაფერ შუაში არ არის. მოდი ახლა თუ გინდა იმაში stage-ს ჩავწერ და მაინც გაგასწრებ. stage 1-ით. stage 1-ითაც გაგასწრებ. ვა, ვერა? კატები რომ მიუყავთ. კატები, აი ეგეთი მანქანა რომ გამაჩნია მარტო პრაში გაქონდეს ძმო, ნახდად დაუჭე რა. stage 1-ით ის მანქანა მაინც გაგასწრებს. თუ არ გჯერა ჩავწერ ეხლავე. მეუშვება ეხლა. ვიხლოპი, რა ვიხლოპი სტანდარტია ყველაფერი ბიჭო. წონა სატო არ იძახი ეს რა წონაა ეს მანქანა? არა, წონა უშარ გვინდა. მე ის რამდენია? ვაი, შარზია იმენაჭი. ტონა 600. ერთ ორს კიდე რო გაივლი 6-იანს 7-იანს გატეხა უოჭროს გეუნე. ორი კაცით ვერ გავილი. ის არის რა, ყველა გადაუთე ვაფშე იმას. ვიცი, წეგან ეგრევი არის. ხო, ყველა ვაფშე. არ ნებდება პატრონი იმენა. არა, ჩვენ ხო 6-იანი არ დაგვიწერია ჯერ. 6-იანს ორი კაცით ვერ დავწერთ. 7-1 დავწერეთ ყველაზე კაი. ჩემი აზრით. თვითონი არა ეხლა 6-8-ში მარტო. თვითონ არის ალბათ ისა 20 კილო. აი F90 რამდენია? ტონა 800 რაღაცა. 200 კილოა სხვაობა სადღაც. პლუს ჩვენ ორი კაცი ვიჯექით 180 კილო. ამიტომ ეგ უკვე 300 კილო სხვაობა. ესე იგი მე პატრონემ როგორც გითხრა, თვითონ მარტო რო იარა 6-5-ში, ვაში. ეხლა იარა 6-8-ში. თვითონ არის სადღაც ალბათ 60 კილო მე პატრონე, მე ვარ 85 კილო, გურამი არის სადღაც 90 კილომდე. და ამიტომ ჩემი აზრით 6-ში ვერ უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ ბევრად დიდი წონა არის, ვიდრე პატრონი ჯდება რულთან. ესე იგი მე-3-დან დააჭირე 70-ზე-ო. და ბუსს უყურეო. აჰა, 70-ით მივდივარ. დავაჭირე. აქ ახლა კიდე ბატონო გურამ ერთი ვარიანტია, რატო იარა 7-4-ში. ადგილზე რო დგეხარ, იდეალურად კარგად არ გრილდება რა. რო ივლი, კულერები უკეთესად გრილდება. და მაგიტო. აჰა, აგერ აი, გზა გაგვითავისუფლდა. დავაჭიროთ კიდევ ერთხელ. მაგრამ თან რაც თავარია ბუქსაობს რა. მაგრამ 100-მდე არ 100-ის მერე არ ბუქსაობს, 100-მდე ბუქსაობს.
საუკეთესად გაგრილდა. გაგრილებულია მანქანა 70-დან. წავედით. საბურავი იმენა. ესე იგი BMW-ს რო აქვს launch control და სხვადასხვა მანქანებს აქვს launch control, ამას აქვს race start-ი, რომლის ჩართვაც რაღაცები უნდა გააკეთო. BMW-ზე პირდაპირ გამოურთავ რაღაცებს, ტორმუზი, გაზი, დროშა დაეხატება და გარბიხარდა. ამ შემთხვევაში race-ზე უნდა დააყენო, ეს ორივე გადამრთველი ბერკეტი უნდა მოკაჩო, იქ რო დაგიწერს, უნდა გაუშვა და მე ზევით გადართვას დააჭირო. და უკვე всё შეგვიძლია დავსტარტოთ. ეხა ბოლომდე ვაჭერთ გაზს, ავა აბაროტი 4000-ზე, გაუშვებთ ტორმუზს და გარბის. წავედით. 3.5-დან ილანჩება. არაო. ტრანსმისია პროგრამა წერა. ო. კაროკის ზეთი გადახურდაო, დაგვიწერა. ზედა დიდი ხანი გეჭირა. გავაგრილოთ და კიდევ ერთხელ წავიდეთ. დავშვით. წავედით. ორა მოუწყდით. საბურავი, მაგრა ურევს. 0-100 გვექნებოდა, ეხა ძალიან ცუდი დრო. 4-6. მეორე იბუქსავა. აი, მოდი ახლა ჩვენ უეჭველი ვდავიაროთ 6-ში. როგორ არ არის, იქ ოდნავ პატარა დაღმართია 1%-მდე ირთულება და მოდი ოდნავ პატარა დაღმართზე ისე რომ ჩავჯდეთ 1%-ში, დავაჭიროთ იმ გზაზე. მანდას თუ ერი არა 6-ში 2 კაცით, მაშინ შანსი არ გვაქვს. ერთს ვერ ჩამოვცდით მოკლედ რა. ბოლო შანსი გვაქვს იმ ოდნავ პატარა დაღმართზე ავაჩქაროთ მანქანა. იქაც თუ არ ჩამოვიდა, მაშინ ორი კაცით, მარტო კი, ორი კაცით ვერ ვივლით. მე ერთი მარტო გავივლი როგორც ყოველთვის და ნახავთ მარტო რა დროს დაწერს. სხვათა შორის ამ სტილის sport cars რამოდენიმე მომდევნო ვიდეოებში შემოგთავაზებთ უფრო ჩქარს, უფრო სპორტულს და უფრო მაგარ მანქანას. ჩემი ოცნების მანქანა არის ეგ ბრენდი და არის ძალიან ექსკლუზიური და ამიტომ გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. გავაგრძელოთ გაზომვა. იმიტომ რომ ამ მანქანით ორი კაცი დავიაროთ 6 და რაღაცაში 9 რო იყოს 6-იანი ეწერება. მოვედით იმ ჩვენ პატარა 1%-იან დაღმართზე, რომელიც დრაგიში ითვლება. თავის ტოჭკა აქ თავიდან ბევრად დიდი დაღმართი არის და ზუსტად ვიცი საიდან უნდა დავაჭირო 1%-ში ჩაჭდეს რა. დემეტრემ მასწავლა ეგ. წავედით. ბევრი არ ვიბუქსავეთ. იმენა 6-იანი ვერ დავწერეთ რა. რამდენი პროცენტიანი იყო ნახე? 0.7. ეგე? 7.07. საუკეთესო დრო გქონდა 2 კაცს. იდეალურად გაგრილებულზე, დაღმართზე. დასაშვებ დაღმართზე. ამიტომ რაც არ უნდა ვიწვალოთ 2 კაცით 6-იანში ვერ ვივლით. ეხლა იგივე გზაზე გავალ. ისევ დაღმართზე და გავივლი მარტო. 6-იანს დავანახე. ესე იგი ახლა მე წავედი მარტო უნდა გავზომო 100-200. ნახოთ რა დროში ვივლით.
ძმაო. 6-8-ში ვიარე მარტო. ვიარეთ თუ არა 6-იანში? ხო ვიარეთ. всё. ჩვენი მისია შესრულებულია. 7-იან რატო არ წახვედი? რა აზრი აქვს საწავალ? 0.77% არის. ანუ 1%-ამდე დაშვებული არის. 0.77%-ზე ვიარ 6-8-ში. ამიტომ იქით წავალ თუ იქით წავალ, ესეც ჩათვლითი არის. შეხედე აგერ აი ველი დაწერია. ამიტომ საწავალ აზრი არ აქვს, აი? ჩათვლილი არის. ამიტომ ეს ითვლება. და არ გინდა ხა შენ რაღაცა აქეთ-იქით მიედ მოედე რა. ვალიდი უწერია. ველიდი უწერია, მაგრამ ცუდი დრო არ არის. კარგი ნორმალური დროა 6 და 7-ში რო დადის მანქანა, ნორმალური დროა. ცუდი დრო არ არის. კარგი დრო არის. მით უმეტეს stage 1 არის კატალიზატორიანი მანქანა. სრულიად ქარხნულია, კატალიზატორები ყველაფერი აყენია და ცუდი დრო არ არის 6 და 7. ჩემი აზრით. ნუ ადარებ შენ M5 სამანქანას. M5 ბევრად ჩქარია და M3 მოიყვანე stage 1 რა დროში დადის? ო 6 და 7 და 6-ში ვერ იგვის. ნორმალური კარგი მანქანაა, ჩქარი მანქანაა. აგერ დავითას სოროქშესტი დადის 14 წამში. იმაზე ორჯერ ჩქარი არის, რა გინდა მე? $80,000. აი, ანუ $80,000 მანქანა ორჯერ ჩქარია იმ სოროქშესზე. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. შევაჯამოთ ეს ყველაფერი. რაც შეეხება AMG GT-ს, სადღაც 3-4 დღეა დავდივარ ამ მანქანით და იმხელა შეგრძნება და იმხელა ემოციები მივიღე, რომ ნახდათ არ მეგონა, რომ Mercedes-ისგან ოდესღაც ესეთ ემოციებს მივიღებდი. მით უმეტეს მე დიდად მოყვარული Mercedes-ის არ ვარ. ბევრად დიდ უპირატესობას ვანიჭებ BMW-ს მოდელებს. მაგრამ ეს რავი, მანამდე თქვი ვიდეოში და ეხლაც ვიტყვი, რომ ეს Mercedes-ი არ არის, სხვა მანქანა არის Mercedes-ის ემბლემით რა. სულ სხვა ემოცია აქვს და სულ სხვა შეგრძნება აქვს, ვაფშე სხვა მოდელია რა. ეს ის მანქანა, რომელიც მე მომწონს, რომელი მანქანის სიარულიც მიყვარს და ვაფასებ მანქანას, რომელიც მეყოლებოდა მაინც ამ ფასში, მაინც BMW-ს უპირატესობას მივანიჭებდი ვიდრე ამ მანქანას. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეს მანქანა ცუდია. საჩემო მანქანა არის, აი ყველანაირად რო გამისწორდა, ყველანაირ ასპექტში გამისწორდა, ქალაქში, ტრასაზე, რავი, ყველგან ვიყავი და აი ჩემი ემოციისთვის არის ეს მანქანა შექმნილი რა. მანევრი მაგარი აქვს, ტორმუზი მაგარი აქვს, აჩქარება საოცარი აქვს, ეფექტური არის ძალიან, სიჩქარის გადართვები, ძრავის ხმა, ყველაფერი საჩემოა. აი მე რაც მიყვარს მანქანაში, აი ეს მანქანა არის, მაგრამ Mercedes-ის ნაკით. ამიტომ დიდი პლუსი ამ მოდელს ჩემი მხრიდან. ძალიან მაგარი მანქანაა, ძალიან მომწონს. ეხა ბევრი მომივა, ნამეტანი მომივა Mercedes-ზე ეხლა, მაგრამ რა ვქნათ, რეალობა ეგ არის. ძალიან მაგარი მოდელია და ძალიან მაგარი მანქანა არის და ამის კონკურენტი BMW-ს არ ყავს სამწუხაროდ. სპორტკარი BMW-ს არ ყავს. მაგრამ აგერ რაც ყავს დაუმარცხებელი ოჯახის სედანი ბევრად ჩქარია. რა თქმა უნდა ის stage 2 არის და მაგიტოა ჩქარი, მაგრამ ესეც იდეალურია და ესეც stage 2 რო გახადო, იმის კონკურენტი იქნება, მაგრამ ის საოჯახო სედანია 4-კარიანი 5-კაცზე გათვლილი და ეს არის 2-კარიანი სპორტკარი. ამიტომ დიდი სხვაობაა კლასში და ის მაინც დაუმარცხებელი მოდელია რა. კარგად ვანდებოდეთ. გაგვიწვიმდა კიდევაც, გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ, რას ფიქრობთ თქვენ Mercedes AMG GT-ზე. საახალწლოდ იქნება ერთ-ერთი დახურული გარაჟის ვიდეო თქვენთვის. სპეციალური დახურული გარაჟი, სადაც ბევრი ძველი მანქანა დგას და საახალწლოდ შემოგთავაზებთ მაგ გარაჟს. ეს კეთდება ყოველთვის თქვენთვის. კარგად ვანდებოდეთ.